დღემშვიდობის ეთერშია გადაცემა ახალი შუადღე გოჩასთან ერთად ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებ და რა თქმა უნდა დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი უნდა წარმოგიდგინოთ პერსონალური ბრენდის მენტორი ბაჩო კეკუსაძე. მოგესალმებით, მადლობა რომ მოგწონდით ჩვენთან გადაცემაში ბედნიერ წარმატებულ დღეს და ეთერს გისურვებთ. დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის და წარმატებები თქვენს. ძალიან დიდი მადლობა. და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ძალიან კარგ თემებზე. თუ რა არის პერსონალური ბრენდინგი და ბატონო ბაჩო, მოგვახსენეთ თუ რა არის პერსონალური ბრენდინგი. დავიწყოთ იმით, რომ პერსონალურ ბრენდინგზე ძალიან ბევრი განმარტება არსებობს. თუმცა პერსონალური ბრენდინგი ეს არის საკუთარი ღირებულებების, უნარების, კომპეტენციებისა და თვისებების სწორად წარმოჩენა. ეს არის ის ასოციაციები, რომლებიც ადამიანებს უჩნდებათ ჩვენი სახელი და გვარის გაგონებისას. როგორც ჯობ ბეზოსი ამბობს, შენი ბრენდი არის ის, რასაც ადამიანები ამბობენ მაშინ, როცა ოთახში არ ხარ. საინტერესო არის და დღეს რატომ გახდა თქვა პერსონალურ ბრენდზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი. პერსონალურ ბრენდზე მუშაობა დღეს გახდა პროფესიული წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. იქნება ეს დასაქმება, კარიერული წინსვლა თუ ბიზნესი. შესაბამისად, ადამიანები დღეს ენდობიან ადამიანებს და არა მხოლოდ კომპანიებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი გახდა, რომ ჩვენს მიზნობრივ აუდიტორიას სწორად დავანახოთ ჩვენი უნიკალურობა, ავთენტურობა და ის საბოლოო ღირებული სარგებელი, რასაც ჩვენთან ურთიერთქმედების შედეგად მიიღებენ. და ბაჩო, ვის სჭირდება დღეს პერსონალურ ბრენდზე მუშაობა? პერსონალურ ბრენდზე მუშაობა რეალურად ყველა ადამიანს სჭირდება, თუმცა მოდი დავიწყოთ იმით, რომ ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მე პერსონალური ბრენდი არ მაქვს. ეს არ არის სიმართლე. პერსონალური ბრენდი გვაქვს აბსოლუტურად ყველას, უბრალოდ აქ ერთი მთავარი კითხვაა, რამდენად გააქტიურებულია ის, ანუ რამდენად მუშაობთ ჩვენი ბრენდის გააქტიურებაზე, ხო? რაც შეეხება უშუალოდ კითხვას, პერსონალური ბრენდინგი სჭირდება აბსოლუტურად ყველა სფეროს წარმომადგენელს, იმიტომ რომ აქ მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება ექიმი, მარკეტერი, კოუჩი თუ ასე შემდეგ. ანუ პერსონალური ბრენდი არის ის, რაც გეხმარება, რომ რაღაც შენივე უნიკალურობით გამოირჩეოდეს სხვა ადამიანებისგან. ასე რომ დღეს ბრენდინგი არის ის, რაც აბსოლუტურად ყველას გვჭირდება. როგორ ან საიდან უნდა დავიწყოთ პერსონალურ ბრენდზე მუშაობა? როგორ უნდა დავიწყოთ? პერსონალურ ბრენდზე მუშაობამდე, სანამ მუშაობას დავიწყებთ, უშუალოდ პირველი ეტაპი არის დიაგნოსტიკა. ანუ ამ დიაგნოსტიკის ნაწილში ხდება ნახეთ, ვარკვევთ რა არის შენი აწერტილი, სანამდე გინდა რომ მიხვიდე, რა მდგომარეობა გაქვს ახლა, რა არის შენი მასტერობის წერტილი, შენი როლი, ნიშა, როგორ გინდა რომ პოზიციონირდე, რა ღირებულებების მატარებელი ხარ, რა გინდა რომ ადამიანებმა იცოდნენ შენზე და რასთან გინდა რომ ასოცირდებოდე, ხო? ამ ყველაფრის ანალიზის შემდეგ უკვე იწყება სტრატეგიულ ნაწილზე მუშაობა. ასევე აქ მუშაობთ და ვამუშავებთ იმას თუ რა სარგებელი შემიძლია მე მოვუტანო კონკრეტულად ამ ადამიანს. და უკვე როდესაც დავიწყებთ სტრატეგიულ ნაწილზე მუშაობას, აქ შედის პოზიციონირება და აბსოლუტურად ყველა სხვა შემავალი ნაწილი. და ამ პოზიციონირების შემდეგ უკვე გადავდივართ ერთგვარ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ჩათვალე, რომ ეს არის ერთგვარი საგზაო რუკა, რომელიც ალბათ მთელი ცხოვრების მანძილზე დაგეხმარება, რომ ზუსტად იცოდე, როგორ მიხვიდე სასურველი A წერტილიდან სასურველ B წერტილამდე. პერსონალურ ბრენდის შენებისას რამდენად მნიშვნელოვანი არის ონლაინ სივრცეში გამოჩენა. და ონლაინ სივრცე რა, თქვათ, რაზე გავლენას ახდენს? ჩემი აზრით, მოდი ერთი ასეთი რამე უნდა ვთქვა, თუ ონლაინ სივრცეში არ ხარ, ჩათვალე რომ საერთოდ არ ხარ რა. ამიტომ დღეს განსაკუთრებით დღევანდელ კონკურენტულ ბაზარზე ონლაინ სივრცეში ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისევე როგორც ოფლაინ. სხვათა შორის საქართველოშიც გვყავს ძალიან ბევრი თავისი საკუთარი სფეროს ექსპერტი, რომელსაც სამწუხაროდ ადამიანების 80% საერთოდ არ იცნობს. განა იმიტომ, რომ კომპეტენციები არ აქვთ, არამედ იმიტომ, რომ არ ჩანან, ხილვადობა არ აქვთ. შესაბამისად, დღეს ონლაინ სივრცე გაძლევს შესაძლებლობას, რომ გახვიდე უფრო დიდ მასშტაბებზე და აუდიტორიას მიაწოდო ის, რის მიწოდებაც სწორად გინდა რომ მიაწოდო.
და როგორც ვიცი, ადამიანები გამოჩენაზე უარს ამბობენ ხოლმე ხშირად კრიტიკის, თქვათ, შიშის გამო და ამაზეც რომ გვესაუბრო, რატომ აქვთ, თქვათ, შიში კრიტიკასთან დაკავშირებით? კი, ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სინდრომია სამწუხაროდ, არა მხოლოდ პერსონალურ ბრენდინგში, არამედ ზოგადად. ამ დროს ადამიანები უფრო ფიქრობენ ხოლმე რა სიტყვის ხალხი და რეალურად რო დავფიქრდეთ, ხალხი მაინც ყოველთვის იმას სიტყვის, რაც უნდა. ამიტომ ჩვენ თუ ჩავეციკლებით იმას, რომ ვიტყვით, აი ხალხი რა სიტყვის და მოდი არაფერს გავაკეთებ, ეს რა თქმა უნდა იქნება ძალიან ცუდი. იმიტომ რომ თუ დავფიქრდებით, ნახავ რომ კრიტიკა ყოველთვის იქნება და ფიზიკურად ჩვენ ყველასთვის მოსაწონი ვერ ვიქნებით. ამიტომ აი ამ კრიტიკას არ უნდა მივცეთ უფლება, რომ რაღაცნაირად ზეგავლენა ექონიოს ჩვენზე. შესაბამისად, როდესაც ადამიანი პერსონალურ ბრენდზე იწყებ მუშაობას, უნდა გაიაზრო ის ნაწილიც, რომ შენ ხდები უკვე საჯარო პიროვნება, ხო? შესაბამისად, როგორც გაგეზრდება ბრენდ ადვოკატები, ასევე გეყოლება, რა თქმა უნდა, კრიტიკოსებიც, მაგრამ უკვე საწყის ეტაპზე რომ ამ ყველაფერს კარგად დაამუშავებ, ეს უკვე აღარ იქნება მომავალში პრობლემა. და თქვათ, კრიტიკას როგორ უნდა გავუმკლავდეთ? შეიძლება იყოს ეს იყოს ჯანსაღი ან არაჯანსაღი კრიტიკა. კრიტიკა არ არის ცუდი, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ როდესაც თუ კრიტიკა ჯანსაღია, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ის გამოვიყენოთ ჩვენ სასარგებლოდ, დავამუშავოთ ეს კონკრეტული საკითხი და გამოვასწოროთ თუ მართლა რამე გამოსასწორებელი გვაქვს და არაჯანსაღ კრიტიკას კარგი იქნება თუ საერთოდ არ მივაქცევთ ყურადღებას და არანაირ გავლენას არ მოახდენს ჩვენზე. ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არაჯანსაღ კრიტიკას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. და შეცდომა, რომელსაც ყველაზე ხშირად უშვებენ ბრენდის შენებისას. ესე იგი, ბრენდის შენებისას შეცდომის დაშვება არ უნდა მოხდეს და ან თუ მოხდა რა არის? ამ შეცდომის გამოსასწორებელი, თქვათ, პერსონალური ბრენდის შენებისას ადამიანები ძალიან ბევრ შეცდომას უშვებთ ხოლმე და ეს ბუნებრივი პროცესია, ხო, ამას ვერ ავცებით. თუმცა ყველაზე ხშირად გავრცელებული მაინც არის ის, რომ როდესაც იწყებენ ბრენდის შენებას, უნდათ რომ მიიღონ 3-6 თვეში მაქსიმუმ შედეგები და ამბობენ რომ მორჩა, მე თუ 3 თვე ვიმუშავე ჩემს პერსონალურ ბრენდზე, ანუ აქ დასრულდა. რეალურად ეს ასე არ არის, იმიტომ რომ პერსონალური ბრენდინგი ეს არ არის რაღაც ერთჯერადი პროექტი, ხო? ეს არის მუდმივი და უწყვეტი პროცესი, რომელიც გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ასევე მეორე ხშირად დაშვებული შეცდომა არის, როდესაც ადამიანები ხშირად აიგივებენ ხოლმე ბრენდინგს ვიზუალურ ნაწილთან, როგორიცაა მაგალითად ლოგოტიპები, ფერები და ასე შემდეგ. ეს უბრალოდ გარე მხარეა. თუმცა შინაარსობრივად ჩვენ აქ მუშაობთ ორ ნაწილად. პირველი ეს არის შინაარსობრივი დონე, ჩვენი ბრენდბუქი, ექსპერტობა, ღირებულებები, თვისებები, კომპეტენციები და ასე შემდეგ. და მეორე ნაწილი არის უკვე სტრატეგიული ნაწილი, სადაც ხდება უკვე პოზიციონირება და ამ მიმართულებით შემავალი ყველა ელემენტის კარგად დამუშავება. ასევე კიდევ ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის ის, რომ სამწუხაროდ არ არიან თანმიმდევრულები. რავს გულისხმობ ახლა, ნახეთ, დღეს შეიძლება ერთ სოციალურ მედია პლატფორმაზე მე პოზიციონირდე როგორც ექიმი და მეორე სოციალურ მედია პლატფორმაზე ვიყო როგორც მარკეტერი. და ეს აუდიტორიის ნდობას, რა თქმა უნდა, გაკარგვინებს. ამიტომ ყოველთვის ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია ავირჩიოთ ერთი ნიშა, ანუ ერთი სფერო, რა მიმართულებითაც გვინდა, რომ ადამიანებმა დაგვიმახსოვრონ და მიივყვეთ აი ამ მიმართულებას თანაბრად აბსოლუტურად ყველა სოციალურ მედია პლატფორმაზე. ესე იგი, ორი სხვადასხვა პროფესიის არ უნდა ავირჩიოთ, იმიტომ რომ, როდესაც სხვადასხვა პლატფორმაზე განვათავსებთ, თქვათ, ჩვენს მიერ უკვე დამუშავებული ამ პროდუქციას და უკვე გამოვფენავთ, უნდა იყოს მხოლოდ ერთის ასე მივხვდი, რომ უფრო მეტად უფრო მივახციოთ წარმატებებს და რა თქმა უნდა, შეიძლება თქვათ, კარგი სპეციალისტი იყო და მაინც ვერ აღწევდე წარმატებას. ეს რაში მდგომარეობს და წარმატების მისაღწევად რა არის საჭირო? გოჩა დავიწყოთ იქიდან, რომ წარმატება ყველასთვის შესაძლოა სხვადასხვანაირად აღიქმებოდეს, ხო? თუმცა თუ პროფესიულ ჭრილში ვისაუბრებთ, ვიტყვი იმას, რომ დიახ, შეიძლება იყოს შენი სფეროს კარგი ექსპერტი, მაგრამ სამწუხაროდ არ იყო წარმატებული და პერსონალური ბრენდინგი სწორედ ამაში გეხმარება, რომ შენი ცოდნა და გამოცდილება უკვე სწორად დაამონეტიზირო. ამიტომ მოკლედ ბრენდი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბევრ ძალიან კარგ
სარგებელს მიიღებს ადამიანი. და თქვენ ახსენეთ სარგებელს მიიღებს და აი თვითონ პერსონალურ ბრენდზე მუშაობით რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ადამიანმა? ეს ფინანსური სარგებელი იქნება, თუ თქვათ ფართო აუდიტორიის გაზრდა, თქვათ პლატფორმებზე უფრო ბრალობითად ასე ვთქვათ მისი ფოლოვერები, გამომწერები, აი რა შედეგებამდე მივდივართ, რა შეიძლება იყოს ადამიანისთვის სასარგებლო? პერსონალურ ბრენდზე მუშაობით. თუ პერსონალურ ბრენდზე სწორი სტრატეგიებით, სწორი სისტემით დავიწყებთ მუშაობას, ძალიან ბევრი სარგებელი შეგვიძლია მივიღოთ. ეს შეიძლება იყოს პროფესიული იმიჯის ზრდა, რეპუტაციის ზრდა, ხო? პროფესიული კავშირების ზრდა, აუდიტორიის ნდობის მოპოვება, სანდოობის მარკეტინგი ზუსტად ამ პროცესში აქტიურდება. ამ დროს იზრდება მოთხოვნა შენზე, შენს პროდუქტსა და მომსახურებაზე. გიწვევენ სხვადასხვა ცნობილი ტელევიზიები, ხდები უფრო ხილვადი, გიწვევენ როგორც სპიკერი. იზრდება მონეტიზაციაც, კონვერსიაც და საბოლოო ჯამში ეს პერსონალური ბრენდინგი ამ ჩამოთვლილი სიის გარდა კიდევ ძალიან ბევრ შესაძლებლობას გაძლევს. ამიტომ ყოველთვის ვამბობ, რომ ბრენდინგი არის ის, რაც უსაზღვრო შესაძლებლობებს აძლევს ადამიანს. და ბრენდინგის, თქვათ, ასე ვთქვათ, მინდა რომ გავხდეთ, თქვათ, ბრენდის მენტორი. მას სჭირდება ალბათ რაღაც გარკვეული დრო, რომ თქვათ, ჩვენ შევისწავლოთ ეს და როგორ უნდა შევისწავლოთ. და როგორ ხდება უკვე ჩამოყალიბებული მივახცებთ იმ მდგომარეობას, რომ გავხდით უკვე ბრენდის მენტორი, უკვე თქვენ რა ფუნქციები გაქვთ. და თქვენ ალბათ იმ ცოდნას რაც შეისწავლოთ, შემდეგ უკვე გადასცემთ იმ ადამიანებს, ვისაც სურთ რომ გახდნენ ბრენდის მენტორი. ნახეთ, თავდაპირველად მე ვიყავი კარიერული კონსულტირების ნიშაში და ამ მიმართულებით ვეხმარებოდი ადამიანებს. შეგიძლიათ როგორ თქვათ კარიერული კონსულტანტი რას ნიშნავს? ანუ ადამიანებს ვეხმარებით პროფესიის სწორად არჩევაში, სამსახურის შეცვლაში, სამსახურის მოძიებაში, რეზიუმეების სწორად შედგენაში, გასაუბრებისთვის მომზადებაში და ყველა კარიერულ საკითხთან დაკავშირებით თითქმის ამ მიმართულებით ვეხმარებით ხოლმე. მაგრამ ეხლა უშუალოდ უკვე რაც ოფიციალურად გადმოვედი პერსონალური ბრენდინგის ნიშაში, უკვე ვეხმარები სპეციალისტებს, ექსპერტებსა და ბიზნესის მესაკუთრეებს გააქტიურონ საკუთარი პერსონალური ბრენდი, გაზარდონ ცნობადობა, ავტორიტეტი, იმიჯი და აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც პერსონალური ბრენდინგი მოიცავს. შესაბამისად, ჩემთან მოსული ადამიანები უკვე აი ამ სარგებელს ღებულობენ უშუალოდ. თვითონ რაც შეეხება ამ საკითხის სწავლას, ეს ამ ეტაპზე სამწუხაროდ საქართველოში არ არის, მაგრამ ვისაც სურვილი აქვს, რომ ამ მიმართულებით გაიაროს უშუალოდ ეს კონკრეტული საკითხი და გახდეს პერსონალური ბრენდინგის მენტორი, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ბაზარზე ამის ძალიან დიდი შესაძლებლობა არის. და უშუალოდ ვისაც უნდა როგორც პერსონალური ბრენდინგი გაიაროს როგორც კლიენტმა, ეგრეთ წოდებული მენტს ვეძახით ხოლმე ჩვენ, შეუძლია მიმართოს ნებისმიერ პერსონალური ბრენდის მენტორს და უკვე ის დაეხმარება აბსოლუტურად ყველაფერში ამ მიმართულებით, რაც იქნება საჭირო. და როგორც ვიცით, 21 საუკუნე არის, 21 საუკუნეში ონლაინ სივრცეში, ან სოციალურ პლატფორმებზე სხვადასხვა ეს იქნება TikTok-ის პლატფორმა, Instagram-ი, Facebook-ი კიდევ არის ძალიან ბევრი, სადაც ჩვენ შეგვიძლია რომ განვათავსოთ ჩვენი ასე ვთქვათ, ჩვენი თავის რეალიზება მოვახდინოთ. და აი ამ დროს რა ხდება ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, კითხვებით დასმული, ვთქვათ, შესაბამისი პასუხებიც მივიღეთ თქვენგან, მაგრამ კიდევ უნდა ჩაგეძიოთ, ზუსტად მინდა კიდევ თქვენგან მარტება, რომ როგორც შემიძლია, თქვათ, ჩემი ასე ვთქვათ, შექმნილი ეს პროდუქცია იქნება, ან მარკეტინგული სვლა რო გავაკეთო, ან თუნდაც ჩემი თავის რეალიზება ამ პლატფორმაზე უფრო მეტად უფრო ნახვადი იყოს და მან იხილოს ეს ჩემს მიერ, თქვათ, თუნდაც ვარ წამყვანი და როგორ უნდა გავაკეთო ეს ყველაფერი, რომ ფართო აუდიტორიამ იხილოს და უფრო იყოს მათთვის ადვილად მოსასმენი და ინფორმაციის შემცვლელი რომ იყოს. და ნუ რა თქმა უნდა, თქვენ იმიტომ ბრძანდებით თქვენ ის ადამიანები, რომლებსაც უკვე გავლილი გაქვთ ეს თეორიული, პრაქტიკული ცოდნა, რომ სხვა ადამიანებს უკვე დაეხმაროთ და რჩევებიც მისცეს, რა თქმა უნდა, რჩევებს გაითვალისწინებენ და შეასრულებენ, როდესაც სურთ, რომ არა მარტო თვითონაც რეალიზდნენ და უფრო მეტად წარმატებულები გახდნენ და ასევე თავისი კომპანიების და თქვათ პროდუქციის ასე თქვა წარმოჩენაზე რო ისრულონ. ნახეთ გოჩა, ეს უშუალოდ არის
მარკეტინგის ნაწილი, კონტენტის ნაწილი, სადაც რეალურად ძალიან ბევრი შრომაა საჭირო. ანუ ეს ერთჯერადად არ ხდება, რომ აი გადავიღე ვიდეო, ავტვირთე სოციალურ მედია პლატფორმაზე და მორჩა ნახვები მექნება. რეალურად ამის უკან შესაძლოა ვიღაცა ვერ ხედავდეს, რომ 2 წუთიანი ვიდეოს უკან რამდენად დიდი შრომა დგას. მან სჭირდება ტექსტის მოფიქრება, ძლიერი სათაური, რომელიც დასაწყისშივე მიიქცევს აუდიტორიის ყურადღებას, იქ შინაარსი, გამართვა, ვიდეოს მონტაჟი, განათება და ასე შემდეგ. ანუ ძალიან დიდი დრო და რესურსი იხარჯება ამ ყველაფერზე. ამიტომ ეს ასე ვრცლად ამას ვერ ჩავშლი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ავთენტურობა, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრ სფეროს ექსპერტს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ პოზიციონირდებიან როგორც უბრალოდ ექსპერტები და სამწუხაროდ მათი ავთენტურობა დიდად არ ჩანს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც წეღან ვახსენე, ადამიანები ვენდობით ადამიანებს და უნდა ვაჩვენოთ, რომ იცი რა, მეც თქვენნაირი ვარ, მეც შენნაირი ვარ. ამიტომ ამ ავთენტურობის ჩვენებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ერთჯერადად აღებული რაღაც ექსპერტი უკვე დღეს აღარავის აღარ სჭირდება. რაც შეეხება ვიდეოებს, უკვე აქ ხდება ცალკე დამუშავება, მასალის ჯერ უნდა გავარკვიო, ვინ არის ჩემი მიზნობრივი აუდიტორია, ხო? რა ინტერესებს მას, საიდან გებულობს ინფორმაციას და მე შემიძლია თუ არა აი ამ სოციალურ მედია პლატფორმებზე ერთნაირად სისტემურად აქტიურად მივაწოდო ინფორმაცია. იმიტომ რომ ნახეთ, მე შეიძლება დავადგინე ვინ არის ჩემი მიზნობრივი აუდიტორია და ვიცი რომ ეს მინიმუმ 5 სოციალურ მედია პლატფორმას იყენებს. თუმცა სამწუხაროდ მე არ მქონდეს იმის დრო და რესურსი, ან თუნდაც მზაობა, რომ 5-ვე მედია პლატფორმაზე თანაბრად ვიყო აქტიური, თანმიმდევრული, ესე რომ ვთქვათ. ამიტომ 5 პლატფორმაზე უბრალოდ ყოფნას არაპროდუქტიულად ჯობს, რომ 1 ან 2 გქონდეს, მაგრამ გამოვიყენოთ პროდუქტიულად და მივიღოთ შედეგი, ვიდრე ვიყოთ 5-გან, მაგრამ სამწუხაროდ შედეგი არ გქონდეს. იმიტომ რომ თითოეულ აი ამ პლატფორმას სჭირდება ძალიან დიდი დრო, რესურსი და ენერგია, რომ აითვისოს სწორად. ანუ ყველა პლატფორმას აქვს თავისი სპეციფიკა, რომელსაც გინდა არ გინდა უნდა მოერგო. მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება პოსტები, უბრალოდ კონტენტი თუ ვიდეო კონტენტი. შესაბამისად, აქ ხდება აი ამ პროცესების სრული ანალიზი, დიაგნოსტიკა და ამ ყველაფრის შემდეგ იწყება უკვე სწორად პოზიციონირება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს ბევრი სოციალური მედია პლატფორმა. პირიქით, სადაც ჩვენი მიზნობრივი აუდიტორია შეიძლება აღმოჩნდეს, იქ რა თქმა უნდა ჩვენც უნდა ვიყოთ. უბრალოდ ეგ არის ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ ჩვენ რამდენად ვართ მზად და გვაქვს დრო და რესურსი იმისთვის, რომ ყველგან თანაბრად შევძლოთ აქტიურობა. თუ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია, ამას არაფერი სჯობს. და თქვენ როგორ ფიქრობთ, მე ასეთ კითხვას დაგისვათ, თქვათ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე, ეს იქნება თქვათ Facebook-ი, Instagram-ი და ასე შემდეგ TikTok-ი, განსხვავდება თუ არა ამ აუდიტორიის, თქვათ მოსაზრებები, რომელიც ჩვენ უნდა მივაწოდოთ ეს ჩვენს მიერ შექმნილი ეს პროდუქცია და სად უფრო არის, თქვათ, მნიშვნელოვანი, უფრო რომ, თქვათ, მინდა რომ წარვუდგინო ის, რომელიც შემთთვის იქნება უფრო რეკლამირებადი და რა კატეგორიის აუდიტორია ასაკობრივი იქნება თუ რა აუდიტორია თქვა თუ უყურებს თვალყურსადევნებს და უკვე შემდეგ უკვე ხდება ჩვენი თქვა იმ გვერდის გამომწერები. ნახე, გოჩა როგორ ხდება, როდესაც ჩვენ ვიწყებთ კონკრეტულ სოციალურ მედია პლატფორმაზე აქტიურობას, პირველ რიგში უნდა ავარჩიოთ კონკრეტული არხები, სადაც გვინდა რომ ვიყოთ და სადაც არის ჩვენი მიზნობრივი აუდიტორია. როდესაც ამ სოციალურ მედია პლატფორმებს ავარჩევთ და დავიწყებთ კონტენტ სტრატეგიების გაწერას, უკვე შევიმუშავებთ ნაწილ-ნაწილ, როდის და სად რას ვაკეთებთ. რაც შეეხება ამ მიმართულებით ცნობადობას, ზრდას, გაყიდვების მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნება, ყველას აქვს, როგორც უკვე წეღან ვახსენე, განსხვავებული სპეციფიკა. ამიტომ ჩვენ გვინდა არ გვინდა აი ამ სოციალურ პლატფორმებს უნდა მოვერგოთ და რაც შეეხება უშუალოდ მიზნობრივ აუდიტორიას, დიახ, განსხვავდება, იმიტომ რომ თუნდაც ავიღოთ მაგალითად TikTok-ი. თავდაპირველად, როდესაც TikTok-ი შემოვიდა, იყო უბრალოდ საცეკვაო პლატფორმა, ხო? რადგან დღეს უკვე ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი სფეროს ექსპერტმა გადმოინაცვლა აქ და ძალიან კარგადაც დაიმკვიდრეს თავი. ანალოგიური ხდება სხვადასხვა სოციალურ მედია პლატფორმებზეც. შესაბამისად, ჩვენ თუ გვეცოდინება, რომ ზუსტად ვინ არის ჩვენი მიზნობრივი აუდიტორია, ზუსტად მაგ აუდიტორიას მივაწვდენთ ხმას, იმიტომ რომ აქ ხდება ზუსტი message box-ების განსაზღვრა. როდესაც შენ იცი ასაკი, მაგალითად 18-დან 40 წლამდე, 40-დან 60 წლამდე სიტყვაზე, ხო?
როდესაც იცი ზუსტად ისეთ message box-ებს აგზავნი და ისეთ კონტენტს აკეთებ, რომ შენმა მიზნობრივმა აუდიტორიამ ზუსტად გაიგოს, რომ ეს კონკრეტული კონტენტი არის მისთვის. რაც თავისთავად უკვე თუ საინტერესო იქნება და სწორი message-ით იქნება ეს ყველაფერი გაგზავნილი, რა თქმა უნდა გამოიწვევს მენტ ინტერესს, აუდიტორიის ნდობასაც და თავისთავად თუ კონკრეტული შეთავაზების მომცემია ეს ჩვენი ვიდეო, თავისთავად უკვე გაიზრდება გაყიდვებით, თუმცა ამ გაყიდვებზე კიდევ ცალკე სტრატეგიული მუშაობაა საჭირო. ამიტომ მიზნობრივი აუდიტორიის ანალიზი არის ფუნდამენტური ნაწილი, რომლის გარეშეც ფიზიკურად სოციალურ მედია პლატფორმებზე აქტიურობის დაწყება არის ძალიან არასწორი ჩემი აზრით. ამიტომ ჯერ ვარჩევთ კონკრეტულად ვარკვევთ ვინ არის ჩვენი მიზნობრივი აუდიტორია, ამის თუნდაც სფერო, ნიშა, სად არის რას აკეთებს, ასაკი, ჰობი, ინტერესი ასე შემდეგ და უკვე აქედან გამომდინარე და პლუს რა არის ჩვენი ნიშაც, რომ მას მოერგოს თავისთავად, უკვე ამ ყველაფრის კარგად გაანალიზების შემდეგ დავიწყებთ სწორი სისტემით შესვლას ამ ჩვენ სოციალურ ქსელებში. და წარმატების მიღწევაც ხდება უკვე ამ ყველაფრის გავლის შედეგად და ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა, რომ მობრძანდით ჩვენს ამ გადაცემაში და საინტერესო კითხვებზე საინტერესო პასუხები მივიღეთ, თუ რა არის პერსონალური ბრენდინგი და როგორ უნდა გავხდეთ ჩვენ პერსონალური ბრენდის მენტორი. და ნუ რა თქმა უნდა, ჩვენ სურფასთან მაყურებელს მივმართავ, რომ აუცილებლად უნდა უყუროთ ამ გადაცემას და ბატონი ბაჭო კეკუსაძეს რჩევები უნდა გაითვალისწინოთ. თუ გნებავთ, რომ უფრო რეალიზებადი გახდეთ, წარმატებებს სწრაფად მიაღწიოთ და რა თქმა უნდა სოციალურ პლატფორმებზეც უფრო აქტიურად იყოთ და შესთავაზოთ თქვენს მიერ შექმნილი პროდუქცია და ნუ რა თქმა უნდა ალბათ კომპანიების უფრო მნიშვნელოვანი კომპანიების წარმატებები. ერთ დავამატებ ყველას თქვენს ტელემაყურებლებს და აბსოლუტურად ყველას მინდა მოვუწოდო, რომ დღესვე დაიწყონ საკუთარ პერსონალურ ბრენდზე მუშაობა, იმიტომ რომ ეს არის ის ფუნდამენტური ნაწილი, რომელიც დაგეხმარება შეუძლებლის შესაძლებლად ქცევაში. ანუ არ უნდა დაელოდოთ იდეალურ დროს, იმიტომ რომ ეს უნდა შექმნათ თავად თქვენ და დაიწყეთ იმით, სადაც ხართ და იქიდან რაც გაქვთ, ხო? ამიტომ არ დაელოდოთ ამ იდეალურ მომენტებს, დაიწყეთ დღესვე მუშაობა, შეცდომები მოსულა, იმიტომ რომ ზუსტად ეს შეცდომები არის ის, რაც გვზრდის. და უკვე როდესაც ბრენდზე დაიწყებთ მუშაობას და პატარ-პატარა შედეგები გამოგიჩნდებათ, მერე მიხვდებით, რომ ძალიან დიდი შესაძლებლობების კარებიც გაგიღებათ. უღრმესი მადლობა, რომ მოვძანდით ჩვენთან გადაცემაში წარმატებებს გისურვებთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდებოდა პერსონალური ბრენდის მენტორი ბატონი ბაჭო კეკუსაძე. გემშვიდობებით ბედნიერად.